რასაკვირველია, ჯგარეშია, რომ ჩვენ ყოველ დღე საათში ერთხელ, ნახევარ საათში ერთხელ, 10 წუთში ერთხელ, 5 წუთში ერთხელ უნდა ვისაუბროთ თემაზე, გამოიყენა თუ არა ქიმიური იარაღი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებად წოდებულმა ბანდამ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ყველა სხვა საკითხი, ყველა სხვა თემა ამ თემასთან შედარებით თუ მიმართებით მეორე, მესამე, მეხუთე ხარისხოვანია ორდინალურ ვითარებაში, კაცი გაამახვილებდა ყურადღებას ასე მაგალითად განათლების რეფორმად წოდებულ კვლელობაზე განათლებისა. ისედაც სუსტი განათლების სისტემის პირდაპირ მნიშვნელობით კვლელობაზე. და დრო წესითა და რიგით უნდა დაგრჩეს ამისთვისაც, აბა არა, მაგრამ აი ისეთი ვითარებაა შექმნილი, წარმოიდგინეთ, ქიმიური იარაღი მაღალი ალბათობით გამოიყენა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ განათლების რეფორმაზე ან რეფორმად წოდებულ კვლელობაზე, ან სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დრო უბრალოდ არ რჩება ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა, ხელოვნურადაც შემოაგდებს ხოლმე ცალკეულ ისეთ საკითხებს, რომლებიც თითქოს აქტუალურია და ცდილობს ჩვენი ყურადღების გადატანას ამ მნიშვნელოვან ან უმნიშვნელო საკითხებზე, იმიტომ რომ ჩვენ ნაკლები ვისაუბროთ თემაზე ქიმიური იარაღი გამოიყენა თუ არა მან მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაკურსია, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რასაკვირველია. აქვე ვიტყვი, რომ ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა აგორებს და აგორებს, გამოაგორებს ხოლმე მის მომხრე, მოდით უგნებავთ, არ ვიტყვი ფსევდომედიკოსებს მეთქი. არა, მედიკოსებს, რომლებმაც ბევრად მეტი იციან ცხადია მედიცინაში ვიდრე მე. მაგრამ ეს მედიკოსები ამახვილებენ ყურადღებას ისეთ მეხუთე ხარისხოვან საკითხებზე, რომლებიც მხოლოდ ხელისუფლების ინტერესშია ის საკითხები და არც ერთ შემთხვევაში არ სვამენ მთავარ კითხვას, კი მარა დაგვისახელეთ, გვითხარით, გაგვიმხილეთ. რა ქიმიური ნივთიერება, რა ნივთიერება გამოიყენეთ, გაურიეთ წყალში და გამოიყენეთ მოქალაქეების წინააღმდეგ. ძალიან უჭირს რეალურად ამავდროულად ძალიან უჭირს ოცნებას ამ კამიტის კი არა ამ ამბიდან გამოძრობა, ეს ფაქტია. არგუმენტირებულად თავის მართლება ხომ უჭირს და იმას ამბობენ, რომ აკრძალული ნივთიერება არ გამოგვიყენებიაო. ნებადართული რომ იყოს ქიმიური ნივთიერების გამოყენება, თქვენ გონიათ ეს პრობლემა არ არის? აი, მართლა კანონში რომ იყოს გაწერილი, რომ ამ კონკრეტულ ცხადია ვერ დავასახელებ, პირობით სახელწოდებით, კამიტის გამოყენება ნებადართულია. ეს როგორ გონიათ? პრობლემა არ არის ადგილობრივ ეროვნულ დონეზე თუ ვინმე მოდესმე ვინმეს მისცა კამიტის ასე მაგალითად ან სხვა ქიმიური ნივთიერების გამოყენების უფლება. დატოვა ეს შესაძლებლობა სპეცრაზმისთვის, რომ რამე რომ იყოს ვისვრით ჩვენ კამიტს თუ სხვა ქიმიურ ნივთიერებას, კანონში რომ იყოს გაწერილი, რომ ადამიანების დახვრეტა შეიძლება მიტინგზე, ვინც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის, ამ თუ რომელიმე ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის, ამის გაკეთება განა შეიძლება. მაგრამ ამავდროულად თუ აკვირდებით, ამ ვითარებაშიც კი ასე უნდა თქვა, ამ შეჭირვების ფონზეც კი არც ერთ პირს, არც ერთ ხელისუფალს არავის არ წასცდენია, არც ერთ პროპაგანდისტსაც კი არ წასცდენია და ესეთი ბევრი ჰყავს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას. აზრად არ მოსვლია ასეთი სიტყვა, რომ ამ კი არა ნებისმიერი იარაღის გამოყენება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არ შეიძლებოდა რაც ადამიანებს ავნებდა. ეს ხომ არ იყო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს არ იყო, არც ერთ შემთხვევაში არ იყო წყლის უბრალო ჭავლი, რომელიც მაქსიმუმ ნოემბერ-დეკემბერში კი შესაძლოა იმ წყალსაც მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოხვდნენ ამ ჭავლის ქვეშ, მაგრამ არ იქნებოდა მაღალი ალბათობით მომაკვდინებელი. არც ერთ მათგანს არ წასცდენია, რომ წყლის ჭავლის გარდა ნებისმიერი ნივთიერების გამოყენება გარევა ამ წყალში და მიშვერა დემონსტრანტების წინააღმდეგ უკვე არის ცუდი ამბავი. არც ერთს არ უთქვამს, რომ
ჩვენს მოქალაქეებს, თუნდაც პროტესტის მონაწილეებს, თუნდაც ხელისუფლებასთან მცდარებს, ხელისუფლებასთან დაპირისპირებულებს, ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს არ უნდა გაუსწორდე ასე. რატომ? დავსვათ ეს კითხვა. იმიტომ რომ უკლებლივ ყველა რამდენიც ვართ ყოველდღიურ რეჟიმში, ან პირობითად თვეში ერთხელ. იქ რუსთაველის გამზირზე ან რამდენიც ვიყავით გასულ წელს ნოემბერში, დეკემბერში. რამდენიც ვიყავით და ვართ, ისინი ყველანი მიაჩნიათ მათ არამოქალაქეებად, უსამშობლოებად, deep state-ის აგენტებად, deep state-ის იარაღებად. ერთიანი თუ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებად. ანუ იმ ადამიანებად, რომლებსაც ნებისმიერი რამე იარაღიც კი შეიძლება ესროლო. აქედან გამომდინარე ჩვენ რასაკვირველია ყოველ დღეში რამდენჯერმე უნდა ვლაპარაკობდეთ ამ გვარ საკითხებზე. იმაზე რა იარაღი გამოიყენა ქართულმა რუსულმა ოცნებამ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების, თავისუფალი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამას უნდა ვლაპარაკობდეთ სამზარეულოებში, სამეგობრო წრეებში, საანათესაოში, ჩატებში, Facebook, ჯგუფებში, სტატუსებით, ინდივიდუალურ ურთიერთობებში, მათთან ყოველ შემთხვევაში უნდა განვიხილავდეთ ამ საკითხს, ვისაც ჯერაც არ სჯერა, რომ ოცნება რუსული ამაზე წამსვლელი იყო. და რასაკვირველია, ცოტა მძიმე ჟღერს შეიძლება, მაგრამ უნდა ვაჭიკარტებდეთ და ვაჭიკარტებდეთ ადამიანებს, რომლებიც რა გინდა რა ბიზნესს მოიგონებენ, ცნობილები თუ არა ცნობილები, გადაიტანენ ხოლმე ყურადღებას სხვა თემაზე და ამ თემისაგან არიზამდა ამას ბიზინა ივანიშვილი. ბიზინა ივანიშვილი არიზამდა, აი ყობახიძე კი შესაძლო არა, ბატონებო. სწორედ ბიზინა ივანიშვილი იზამდა ამას. აბა რას მიქვია, ბოდიში, ვინ მიგდია ხარება? გომელაური, ხარიბაშვილი, ყობახიძე, პაპუაშვილი, სხვები და სხვები, რიგითი სპეცრაზმელი. სწორედ ბიზინა ივანიშვილის გადაწყვეტილება და სიტყვიერი ბრძანება იყო, რომ გაუსწორდით ამ აკაცუკებს, ამ უსამშობლოებს გაუსწორდით, ოღონდაც კი ის საპროტესტო ტალღა დაწყებული ნოემბრის მიწურულს, ობიექტური მიზეზის გამო დაწყებული, ანუ ამე კი არ მოგვიგონია, ყური და კი არ მოგვითრევია რამ საბაბ მიზეზი, ობიექტური მიზეზით დაწყებული ეს საპროტესტო ტალღა გააჩერეთ. რომ ვერ გაეჩერებინა და მან არსებითად გააჩერა პრინციპში იანვარში, თებერვალში. ვინც ის მას იქნება იარაღიც კი გამოეყენებინა, ანუ დამდგარიყვნენ და კანონიერად, ლეგალურად იქნება და დაეხვრიტათ კი არა, გადაეხვრიტათ თავისუფალი მოქალაქეები. ეს საკითხით უმნიშვნელოვანესი თემაა და ბუნებრივია ყველა სხვა საკითხი, ყველა სხვა თემა ბუნებრივად იკარგება ამ პროცესში. განათლების რეფორმად წოდებული განათლების მკვლელობა და არაჩვეულებრივი განცხადება ასე მაგალითად თითქმის 100 წლის ქალბატონი ბზექალა შანიძისა ჩაკარგულია, ყურადღებას ვერ ვაქცევთ და ამ ბურჯმა ქართული მეცნიერებისა, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურისა, ამ კლდექალმა, ამ უზარმაზარი ავტორიტეტის პირმა მოქალაქემ პრინციპში გააცამტვერა, არც მახსოვს რა გვარია, განათლების მინისტრად წოდებულის მიერ დაანონსებული და პრემიერად წოდებულის მიერ დაანონსებული და კარის მეცნიერების მიერ ტაშდაკრული ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომელიც აკი გითხარით, არის მკვლელობა ხვალ პირდაპირ მნიშვნელობით მომავალ წელს 2026 წელს უკვე გამოჩნდება, რამდენად დაზიანდება ამ ქვეყნის მოქალაქე. შემდგომ წლებში 27-დან 28-დან 29-დან ჩვენ ვნახავთ, რომ ჩვენ არ გვყავს თავისუფალი მოქალაქე. იმიტომ რომ ეს განათლების რეფორმად წოდებული მკვლელობა სწორედაც რომ თავისუფალ კრიტიკული აზროვნებით გამორჩეულ მოქალაქეებს ებრძვის. გარდა ამისა ებრძვის მოქალაქეებს, რომლებიც დედაქალაქში ან სტუდენტებს, რომლებიც დედაქალაქში თუ
დედაქალაქს მიღმა არიან დაბადებული, უსპობს პრაქტიკულად ყველას ღირსეული, სწორი, კარგი, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას, მაგრამ როდესაც შენ გესროლეს თურმე კამიტი ან სხვა ქიმიური იარაღი გამოიყენეს შენს წინააღმდეგ, ვერ ლაპარაკობ ამ თემაზე. ვერ ლაპარაკობ და ეს ძალიან ცუდია. ხელისუფლება კი ცდილობს, რომ გადაგატანინოს აქცენტები სხვა საკითხებზე, არა მაინც და მაინც განათლების კვლელობაზე, არამედ სხვა საკითხებზე, ამიტომაც გამოაგორებს ხოლმე ფსევდო თუ არა ფსევდო ასე მაგალითად ექიმებს თუ მაინც და მაინც ამ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ და რომელიმე ერთი მარშანია თუ რომელიმე მეორე ყიფიანი იტყვიან რაღაცას და ცხადია არც მარშანიას და არც ყიფიანს არ გაეჯიბრები, ვერ გაეჯიბრები რიგითი მოქალაქე, შეიძლება დაუჯერო კიდე და წაჰყვე კიდეც მათ ლოგიკას. რაღაც არგუმენტირებული და შენთვის ბევრი უცხოს სიტყვაც კი არის მათ საჯარო სტატუსებში. შენ ხომ არა ხარ ბიოლოგი, ქიმიკოსი, მედიცინის წარმომადგენელი. ამიტომ ყიფიანი, რომელიც COVID-ს ებრძოდა, ალბითო ებრძოდა ამ 4 წლის წინ დაახლოებით, ყიფიანი ავტორიტეტად მიგაჩნია ავტორიტეტად რა მოგახსენოთ, მაგრამ ნუ შენთან შედარებით კვალიფიციურ პირად და არა და ეს არის მეხუთე ხარისხოვან თემებზე გადატანის ყურადღების გადატანის მცდელობა აკითხარით. იმიტომ რომ თავარი კითხვა არის რომ გითხარით და ლოცვილებო, რა ქიმიური ნივთიერება გაურიეთ წყალში. რითი დაუპირისპირდით მშვიდობიან, თუნდაც არა მშვიდობიან მოქალაქეებს, რა გამოიყენეთ ბოლოს და ბოლოს, რა თუნდა ამას ბაბუკა მდინარაძე ბანდიტის კვლევა და გელაძე მეორე ბანდიტის ძიება. რა საჭიროა გითხარით, გახსენით დოკუმენტაცია და გითხარით, გვიამბეთ კი არა, მოგვახსენეთ ამის თაობას. დაუბრუნდებით თემას, რომ ჩვენ ამ საკითხთან შედარებით მეორე ხარისხოვანი თემებისთვის ვერ მოვიცდი, ვერ გვცალია. ანუ და ამბები ჩვენს გარშემო ხდება საოცარი, ჩვენს გარშემო. და ამ ხელისუფლების პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით არის ჩვენი ქვეყნისთვის მოდის ვიხდი ჩემი საკმაოდ არასახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად რომ გამოვდივარ ახლა თქვენს წინაშე გაცნობთ ჩემს მოსაზრებებს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი სხვა მიმართულებითაც რამდენიმე დღის წინანდელი ამბავია ეს, მაგრამ მნიშვნელოვანი ამბავია. იცით თქვენ რომ სახმელეთო საზღვარი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დაკეტილია. წითელი ხიდიდან საქართველოსკენ ან წითელი ხიდიდან აზერბაიჯანისკენ მოძრავი ხოლო სატვირთო მანქანები თუ გაადმოდიან. სატვირთო მანქანების კომპანიებია და სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან, რომლებსაც აქვს 15, 20, 25 წლიანი გამოცდილება, 90-იანი წლებიდან გამოცდილება, ამა თუ იმ ტვირთის გადატანისა, მაგალითად აზერბაიჯანიდან წითელი ხიდის გავლით საქართველოს მიმართულებით და მერე უკვე თურქეთის, მაგალითად კი არა, ნამდვილად თურქეთის მიმართულებით. 25-20 წლის განმავლობაში არც ერთ მათგანს არანაირი პრობლემა არ შექმნია. რამდენიმე დღის წინანდელი ამბავია მეთქი, ახლა გეტყვით. და რამდენიმე დღის წინ ძალიან ბევრს, ათეულობით მძღოლს აზერბაიჯანის მოქალაქეს სწორედ ამ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შეექმნა ბევრი და ბევრი პრობლემა. ზოგი მათგანი 15-20 დღითაც, 17-20-22 დღითაც კი გააჩერეს, მათი ტვირთი შესაბამისად გააჩერეს და აყადაღეს და არც იქით უკან უშვებდნენ აზერბაიჯანის ბაქოს მიმართულებით ასე გეტყვით და არც აქეთ თბილისის მიმართულებით. ირაკლი კობახიძე ბანდიტმა ერთადერთი კომენტარი გააკეთა ამასთან დაკავშირებით და თქვა, ერთ სატვირთო მანქანას შეექმნა პრობლემა და სხვას არ შექმნიაო. და აი აქვე შემიძლია გაჩვენოთ მინიმუმ 4, კი არა, მეტი გაცილებით 4-ის თუ 5-ის კომენტარია. მოგიბოდიშებთ ერთ წამს. Chama esse de cabas.
ეს ერთმანეთს მეგობრები სავარაუდოდ. Evvelce haber aldık ki Gürcistan İran'da Azerbaycan'ın tütün taşıyan yük avtomobilleri. Ბევრს ვერაფერს გაიგებთ, მაგრამ ემოცია ხო გასაგებია. გურჯისტანში უკაცრავად წითელი ხიდიდან არ შეუშვეს ამდენი და ამდენი სატვირთო. ამდენი და ამდენი სატვირთო ავტომობილიო. ამბობს აზერბაიჯანული მედია საშუალება კალიბერაზი. რასთან გვაქვს საქმე? მოდი დავფიქრდეთ. ეს არის უბრალოდ რაღაც სისტემის გაჭედვა და რო არ გაჭედილა იმ სისტემის გაჭედვა, ამ ხნის განმავლობაში რომ არ გაჭედილა, თუ ეს არის პრინციპში უზარმაზარი პრობლემის და კონცეპტუალური პრობლემის შექმნა, წარმოჩენა, პრობლემა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ბევრი ანალიზს აკეთებს ამგვარს, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ცოტა ეჭვიანობს, ალბათ არასწორი სიტყვაა, ცოტა გაჯავრებულია იმის გამო, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგების პროცესშია და ეჭვიანობს, მაინც არასწორი სიტყვაა, გაჯავრებულია იმის გამო, რომ შექმნის პროცესშია ეგრეთ წოდებული ზანგეზურის, უფრო ზუსტი რომ იყო, უფრო ზუსტი ტოპონიმიკით, ტრამპის გზა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის მოდის ვიხდი, ტრამპის გზა, ანუ ტრიპი არის შექმნის პროცესში და შესაბამისად ტვირთების შემცირდება, მაგრამ რომც შემცირდეს, თუნდაც სახმელეთო ტვირთები, საქართველოსზე გამომავალი ასე ხო უფრო მეტად შემცირდება. ბევრმა სხვათა შორის ეს გაგიკვირდებათ და რუსეთს და ჩემთვის ეს გასაკვირი არ არის, რუსეთის ფარულ პოლიტიკას, ფარულ ხელის ფათურს ამ პროცესში მიაწერა და დააბრალა და ეს ჩემთვის ყველაზე კარგი, ყველაზე კომპეტენტური ახსნაა. დიახ, რუსეთი არის დაინტერესებული იმით, რომ საქართველოსა და სომხეთს და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მაქსიმალურად დაიძაბოს. მიგიქცევიათ ყურადღება, რამდენი ხანია საქართველოს ხელისუფლების, ოფიციალურად წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შეხვედრია აზერბაიჯანის ლიდერი ალიევი. მიგიქცევიათ ყურადღება, რომ ის მაქსიმალურად ერიდება არ მინდა შემეშალოს, ბოლოს მას უმაღლესი დონის შეხვედრა თუ ქვია, ამას უმაღლესი დონის შეხვედრა ჰქონდა ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილთან, ირაკლი კობახიძეს არ შეხვედრია ალიევი. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ შორის უკვე არსებობს გარკვეული უთანხმოებები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. იმიტომ ხომ არა, რომ მოდის ვიხდი. გადმომიგდე აქ წავიკითხავ. საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა ამასობაში ჩემმა მეუღლემ და პროდიუსერმა იგამ სვიათ ხარაზიშვილის თაობაზე და ამასაც გეტყვით ორ სიტყვას. ამასობაში ესეთ რეჟიმში გვიწევს მუშაობა. უკვე ჩვენ შორის დაიძაბა ურთიერთობები, იმიტომ რომ რუსეთს არ სჭირდება მეგობარი და პარტნიორი, ერთმანეთზე დამოკიდებული ორი სახელმწიფო კავკასიის რეგიონში, საქართველოს და აზერბაიჯანის სახით. ამასობაში შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობები სომხეთსა და საქართველოს შორის. ესეც უნდა ვთქვათ, სომხეთი ახლა ჩვენზეა დამოკიდებული მეტწილად. სომხეთი ჯერჯერობით ვიდრე სრულყოფილად ან საერთოდ ამოქმედებულა ზანგეზურ ტრიპის კორიდორი, დერეფანი, ჩვენგან იღებს ტვირთებს, მაგრამ ახლა მოცემული ეტაპისთვის, ანუ 2025 წლის მიწურულისთვის, სომხეთისთვის საქართველოს ალტერნატივა არ აქვს. და ურთიერთობების არევა სომხეთსა და საქართველოს შორის და პირველ ყოვლისა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პატარა ამბავი არ არის. მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, რომ აზერბაიჯანი და თურქეთიც უნდა ვახსენოთ ამ კონტექსტში,
ვინმეს საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდიდან არეგონოს, მოდი ასე ვიტყვი, ბრიუსელი ან ბერლინი ან პარიზი ან სამივე ერთად. არეგონოს რომელიმე ნელი ან პრინციპული, მაგრამ გადაწყვეტილების რთულად მიღები ევროკომისარი თუ ევროჩინოსანი, მაგალითად ურსულა ფონ დერ ლაიენი ნასვერტში შეიპატივისცემა ცხადია მას და ან ევროპარლამენტარი, რომელიც მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლება, დეკლარაციით შემოიფარგლება. თუ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა აირია შეგნებულად რუსეთის ხელის ფათრობით, ოღონდ საქართველოს ხელისუფლების უთმინობის გამოყენებით, ვინცის უთმინობის და ვინცის იქნება შეგნებული პოლიტიკით, აზერბაიჯანის დედაქალაქიდან ბაქოდან ალიევი, ასე უნდა გითხრათ, მოსცხებს პირდაპირ მნიშვნელობით თბილისს. ალიევი ბაქო მოსცხებს თბილისს და ანკარაც არ ჩამორჩება. იმიტომ რომ ამ გზის შედარჩუნება და ეს არის, უნდა გავიგოთ, შუა დერეფანის ეს მონაკვეთი საქართველოზე გამავალი არ არის მხოლოდ საქართველოს შუა დერეფანი. მხოლოდ შუა დერეფანი, რომელთაც სარგებლობს საქართველო. ეს არის ორივესთვის მნიშვნელოვანი დერეფანი, ორივესთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზა. და თუ არის და რუსეთის ინტერესები გაითვალისწინეს, ამაზე ორ სიტყვას ვიტყვი კიდევ. ეს არ შედის პირველ ყოვლისა გაგიკვირდება და ანკარის ინტერესებში, რომელსაც რუსეთის დაბრუნება რეგიონში არამც არ უნდა და საქართველოს ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს. აი ესეთი წვრილი პრობლემებით იწყება ხოლმე ყველაფერი წვრილი. შედარებით წვრილი პრობლემებით და მე უკვე გადაიზრდება ხოლმე რამდენი ხანია მართლა ალიევი არ ყოფილა თბილისში, ან კობახიძის დონეზე არ ქონია შეხვედრები აზერბაიჯანში. რატო? იმიტომ ხომ არა, რომ ალიევი შესანიშნავად ხვდება ერთს და მთავარს საქართველოს, კობახიძის არა, ბიზიდა ივანიშვილის, ბაქი ბუქა ივანიშვილის, რომ გონია რომ ყველაზე მეტი ფული აქვს იმ ივანიშვილის, რომ ეტოლება აზერბაიჯანს, ანკარას, ვის არ ეტოლება ბრიუსელს, ვაშინგტონს, რა ვიცი. ეს სულ რაღაც ღიკიანი 4 მილიარდის ფლობელი კაცი. ღიკიანი მილიარდელებისთვის და ძლიერებისთვის მსოფლიოსი, თორე ჩემთვის 4 მილიარდი ცხადია ძალიან დიდი თანხა. მაგრამ როდესაც მაღალ კლუბზე, დიდ კლუბზე ლაპარაკობ, ელიტაზე ლაპარაკობ, ღიკიანია გაგიკვირდებათ და 4 თუ 5 მილიარდი. და ასეთი პრობლემები გაქვს და ასეთი შიზოიდური დამოკიდებულებების საკითხების მიმართ. ვის ეტოლება მეთქი? ივანიშვილი ეს კი ვთქვი, მაგრამ ახლა ეს არ არის მნიშვნელოვანი. რუსეთია დაინტერესებული იმით, რომ კავკასიაში დარჩეს და ანკარისა და ბაქოს პირველ ყოვლისა და არც ერევნის ინტერესში არ შედის რუსეთის როგორი რამენაირი მონაწილეობა დარჩენა კავკასიის რეგიონში იმ რუსეთისა, რომელიც როცა მოიცნის, აუცილებლად ეცდება ერევანზე და რევანშს ბაქოზე. ეს არის ის თემა, რომელიც შემოგვავიწყდა. ეს თემაც არსებობს და ასეთი არის ათეულობით თემა უკრაინაზე არ გვილაპარაკია მართლა და მართლა, იმიტომ რომ ამათმა თურმე დაგწამეს. რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა შორახლის წინში საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება, BBC-ს მიერ საქართველოზე მომზადებული სიუჟეტის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუსში დაიბარეს. სუსში გამოკითხეს ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მე მამუკა მდინარაძის გამოძიებისა ამჯერად დარწმუნებული ვარ, არც თქვენ. ხოლო მთავარი თემა ამ ვიდეობლოგის არის ის, რომ ესენი ყველასთან ძაბავენ, მათ შორის ალიევთანაც. და ამზადებენ პლაცდარმს იმისთვის, რომ რუსეთმა რევანში აიღოს სომხეთზე და აზერბაიჯანზე, როცა ამის შესაძლებლობა ეკნებათ. ამიტომ დამატებით კიდევ არის მოსაცილებელი ბიზიდა ივანიშვილის ხელისუფლება. ნახვამდის.